წყალდიდობა სამეგრელოში ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ზუგდიდისა და ხობის რაიონების რამდენიმე სოფელში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დახოცილია პირუტყვი და ფრინველი. განადგურდა სიმინდის, ყანები და ზამთრის მარაგი. დაზარალებულია 150-მდე ოჯახი. შესაბამისმა კომისიამ ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. სტიქიამ სამეგრელოში 150-მდე ოჯახი დააზარალა. ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა შექმნა. ადიდებულმა მდინარეებმა ჯებირები გაანგრია და სახლები დატბორა. წყალი არის გახსნით დამბა ის რამდენი ხანია ვერ შეკეთდა და იქიდან წყალი გამოდის და კიდევ თუ აიწია აქეთ ამ მხარეს კიდევ ორ ადგილას წყალი თუ გამოვიდა მართლა ევაკუაცია იმ წუთში იქნება დასაწყისი. რეგიონში საგანგებო მდგომარეობის გამო მობილიზებულია სამაშველო სამსახური. სამაშველო სამუშაოებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა ერთობლივად მონაწილეობენ. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ევაკუაცია ზუგდიდის 4 სოფელში. სტიქიას ახალ სოფელში 35 წლის მამაკაცი სიცოცხლე ემსხვერპლა. ადიდებულმა სქაია მანქანა გაიტეცა, სადაც კიდევ 5 ადამიანი იჯდა. გარდაცვლილის ცხედარი მდინარეში დღეს იპოვეს. გაძაბული მდგომარეობა არის მდინარეები ადიდებული, გადაუღებელმა წვიმებმა ადიდებს მდინარეები და წყლის დონე არის თითქმის ყველგან აწეული და ამის გამო დღეს აქ კონკრეტულად ნარაზენში მოხდა ეგეთი ფაქტი, რომ გადავარდა მანქანა, გადადიოდა წყალმა წაიღო მანქანა, იქიდან ხალხი ხეებზე ავიდა, იმის შემდეგ სამაშველო სამსახურმა ეცადა ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ გამოგვეყვანა ეს ხალხი. მოსახლეობის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. ხობშიც მდინარე ხობის წყალმა ჯებირები გაანგრია, რამაც 40-მდე ოჯახს საფრთხე შეუქმნა. მაშველებმა მოხუცები და ბავშვები დროულად გამოიყვანეს. მდინარე ცხენისწყლის ადიდების შედეგად სოფელ კირციხში სახლები დაიტბორა. ევაკუირებულია 30-მდე ოჯახი. გაკეთდა მაქსიმალური რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. ახლა მთავარია დავითვალოთ ზარალი და აი ეს გარღვეული დამბების აღდგენა მოხდეს უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში ოპერატიულად. ამ დროისთვის ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ დიდიძენში ადიდებულმა მდინარემ დასახლება იზოლაციაში მოაქცია. მოსახლეობა ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი, მათ საკვები პროდუქტიც დაურიგდათ. პარალიზებული არის ორუსი, ახლა ქორწილი გვაქვს დღეს და სტუმრებს არ აქვს იმის საშუალება, რომ შემოვიდნენ. უბრალოდ ელემენტარულად არც ერთი გზა არ არის, არც ხობის რაიონიდან, არც ზუგდიდის ინჯირის დარჩელი მხრიდან, რომ შემოვიდეს ვინმე სტუმარი და ძალიან ცუდი მდგომარეობა, ხო ხედავთ. ამ დრომდე სამეგრელოში მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, თუმცა უამინდობელ მუშაობის პროცესს ართულებს. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიით მიყენებულ ზარალს დაითვლის. დაზარალებული მოსახლეობა კი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დროებით გამოყოფილ ფართებში იცხოვრებს. დანილთა გზავნილი